სავარჯიშო არის ასეთი, აი ნახეთ თუ დაუკვირდებით აქ LED-ი ნახეთ, აინთო და ჩაქვრა. აინთო ჩაქვრა, ესე იგი LED-მა უნდა იციმციმოს. ახლა ჩვენ აქ პირდაპირ კოდი შეგვიძლია დავწეროთ, მაგრამ აქ სიმულაციას ვერ გავიგებთ code HS-ზე, სიმულაციას ვერ გავიგებთ. ამიტომ ამისათვის იყენებთ Tinkercad-ს, რაც წინა გაკვეთილზე ახსენი. გადმოვდივართ Tinkercad-ში, რა თქმა უნდა, შევდივართ ჩვენს ანგარიშზე, ახლა ეს როგორ უნდა შეხვიდეთ ამ ანგარიშზე და რეგისტრაცია როგორ უნდა გაიაროთ, თუ გაინტერესებთ წინა ვიდეოში უყურეთ. შემდეგ დავაჭირეთ აი აქ plus create, ავირჩიეთ მეორე წრედები და დავიწყეთ ახლა ამ დავალების შესრულება. კარგი, მოკლედ, ესე იგი, გვახსოვს ხო, აი აქ, ასე უნდა ავაწყოთ. ესე იგი, ერთი ნათურა უნდა გამოვიტანოთ და ავაციმციმოთ, უნდა აინთოს 2 წამით, უნდა ჩაქრეს 2 წამით. შემდეგ აინთოს 2 წამით, ჩაქრეს 2 წამით. სანამ ამას დავიწყებდი ახლა ამ კოდის წერას, მანამდე ჩვენ რა გვჭირდება? უნდა გადმოვიტანოთ Arduino, უნდა გადმოვიტანოთ LED და აუცილებლად გვჭირდება რეზისტორი. რეზისტორი გვჭირდება იმისათვის, რომ LED არ დავწვათ ზედმეტი ძაბვისაგან, ანუ ძაბვას ამცირებს, ხო? ახლა რა გვინდა? LED-ი უნდა განვიხილოთ ჯერ, LED-ს აქვს პლუსი და მინუსი ფეხი. ნახეთ, დაუკვირდით, ეს მოხრილი ფეხი არის ანოდი, ანუ პლუსი ფეხი, ეს ფეხი არის მინუსი, ანუ კათოდი. ჩვენ რეზისტორი გვაქვს აქ, როდესაც რეზისტორს დავაჭერთ, არის მისი წინაღობა 1 კილო ომი. ნახეთ, აი LED-ს თუ დავაჭერ, ამოვარდება LED-ის მონაცემები, რეზისტორს თუ დავაჭერ, ამოვარდება რეზისტორის მონაცემები. აქ ეს არის 1 კილო ომი, LED-ს არ ჭირდება 1 კილო ომის, ჭირდება 220 ომი, ანუ 220 დავწეროთ და აქ კილო ომი გადავიყვანოთ ომზე. შემდეგ რეზისტორი ჩვენ შეგვიძლია შევაერთოთ პლუს ფეხსაც და მინუს ფეხსაც, ანუ შეგვიძლია შევაერთოთ ანოდზეც და კათოდზეც, ანუ ორივენაირად იმუშავებს, მაგრამ ძირითადად აერთებენ ხოლმე მინუსში. კარგი, ახლა მოდი რა ვქნათ იცით, ეს LED-ი უნდა შემოვატრიალოთ პირიქით, აი ამისთვის, რომ კაბელები ერთმანეთზე არ, ანუ 100 არ წამოვიღოთ კაბელი, ხო? ამიტომ LED-ი დავაწყაპნოთ LED-ს, შემოვატრიალოთ LED-ი, ეს უკვე გადავიტანოთ მინუს ფეხზე, აქედან წამოვიღოთ კაბელი, ჩამოვიდეთ ქვევით და აქ როდესაც დავაწყაპნებ, კაბელი გააკეთებს კუთხეს. წამოვიდეთ აქ და ავირჩიოთ ground-ი. ნახეთ, Arduino-ს აქვს რამდენიმე პორტი. ამ პორტებს თან განვიხილავ, მაგრამ პირველი რაც უნდა ვიცოდეთ, ეს არის ground-ი. ნახეთ, ეს არის ground-ი, ანუ მინუსი და აქვს კიდევ პლუსი 5 ვოლტი და აქვს კიდევ პლუსი 3.3 ვოლტი. დანარჩენი რაც დაგვჭირდება პერიოდულად, ეს არის ანალოგ პინები და ეს არის digital პინები. ახლა digital და analog პინებში განსხვავებას დროთა განმავლობაში და ვიდეოებში, მომდევნო ვიდეოებში განვიხილავ, ხო, ასე ერთიანად ახლა ყველაფერი რომ ვახსენო, ვერ დაიმახსოვრებთ. ამიტომ ჯობია ახლა ამ ვიდეოში, რასაც ვაკეთებთ, ის აგიხსნათ და ის პორტები აგიხსნათ. ჩვენ ახლა ჯერ ვაკეთებთ რას? Arduino უნდა ავაციმციმოთ 2 წამით, უნდა აინთოს 2 წამით და ჩაქრეს 2 წამით, ხო? ამიტომ მინუს ფეხი შევაერთეთ ground-ში, ყოველთვის მინუსი ეცადეთ რომ იყოს შავი ფერის, ანუ კაბელი შევცვალოთ, კაბელის ფერი. კაბელის ფერი შეგიძლიათ შეცვალოთ როგორც კლავიატურიდან ციფრებზე ხელის დაწყაპუნებით, ასევე როდესაც კაბელს დააჭერთ, აი აქედან შეგიძლიათ ჩამოშალოთ, აირჩიოთ შავი. ხოლო პლუსი ავირჩიოთ ნებისმიერი სხვა ფერი, ანუ თუ 5 ვოლტში ვაერთებთ, მაგ შემთხვევაში, თუ 5 ვოლტში ვაერთებთ, მაგ შემთხვევაში წითელი იყოს, მაგრამ თუ digital პინებზე ვაერთებთ, მაგ შემთხვევაში რაიმე განსხვავებული ფერი იყოს. მოდი ამ შემთხვევაში შევაერთოთ აი 5-ზე. აი აქ. მაგრამ იყოს რაიმე განსხვავებული ფერი, მაგალითად სტაფილოსფერი. ახლა ეს ოდნავ ზევით ასე ავწიოთ, რომ ლამაზად იყოს. ესეც ავწიოთ ასე ზევით და ახლა რა გავაკეთეთ? ესე იგი ჩვენ Arduino-ზე ground-ში შევაერთეთ LED-ის მინუსი ფეხი, შუაში რა თქმა უნდა მიმდევრობით შევაერთეთ რეზისტორი, ხოლო პლუს ფეხი შევაერთეთ მეხუთე პინში, Arduino-ს მეხუთე პინში. ახლა გადმოვწიოთ ეს ახლა გვერდით, გადავიდეთ კოდებზე. კოდები უნდა დავწეროთ, ანუ შეერთებები უკვე გავაკეთეთ.
ახლა გადავედით კოდებში, დავაწყაპუნეთ კოდს, დავაჭირეთ აი აქ ბლოკი ჩამოშალეთ და ავირჩიეთ ტექსტი და დავაჭირეთ continuous. ახლა აქ როგორც ხედავთ, თქვენ დაგვთათ კოდი დაწერილი, ხო? მოდი ცოტა გავადიდოთ ეს. აი ესე. კიდევ რა უნდა ვთქვა, ესე იგი ჩვენ კი გავდივართ Python Arduino-s კურსს და წინა სავარჯიშოები ნახეთ, აი ეს ამ კურსზე Code.js-ზე კი არის მესამე იუნიტამდე Python-ის კურსი, მაგრამ თვითონ Arduino იწერება C++ ენაზე, ანუ Python-იც თუ გჭირდება, ამ შემთხვევაში უკვე C++ ენაც გჭირდება. აი, ნახეთ, აქ გვაქვს კიდე კომენტარში გვაქვს დაწერილი, რომ C++ კოდი არის აი ეს. ახლა თვითონ ეს კოდი განვიხილოთ. ახლა რა არის? ესე იგი, ზოგადად Arduino-ში კოდში ორი ძირითადი ფუნქცია არსებობს, ეს void-ი, ერთი და void-ი მეორე. ანუ ფუნქციების შექმნა ხომ გახსოვთ Python-ში, ანუ define რომ იყო, აქ არის void setup და void loop. ესე იგი, setup-ი არის ფუნქციის სახელი, ამ შემთხვევაში loop არის ფუნქციის სახელი. void არის ფუნქციის შექმნის ბრძანება. თუ Python-ში define იყო div, აქ არის void. JavaScript-ის კურსში კიდე function და ასე შემდეგ, ყველას განსხვავებული აქვს. ესე იგი, დავიმახსოვრეთ void setup არის ფუნქცია, რომელსაც ეკუთვნის, ანუ ეს ფუნქცია არის აი ამ ბრჭყილიდან ამ ბრჭყილამდე, ანუ ეს არის თლიანად void setup-ი და ეს არის თლიანად void loop-ი. ახლა რა განსხვავება ამათ შორის? setup ფუნქცია სრულდება კოდის გაშვებისას ერთხელ. ანუ როდესაც აი აქ starts დავაჭერ, მაგ შემთხვევაში setup-ში ჩაწერილი კოდი შესრულდება ერთხელ, ხოლო loop-ში ჩაწერილი კოდი შესრულდება მრავალჯერ, მუდმივად შესრულდება, ანუ დაიწყება პირველი კოდიდან, გადაყვება ყოველ კოდს თანმიმდევრობით და როდესაც დასრულდება ბოლო ბრძანებას, როდესაც გააკეთებს, ისევ დაიწყება თავიდან. კარგი, ახლა გავიგეთ, რომ setup-ი სრულდება ერთხელ კოდის გაშვებისას, loop-ი სრულდება მუდმივად, loop-ში ჩაწერილი კოდი სრულდება მუდმივად. ახლა რას ვაკეთებთ? ესე იგი, პირველ რიგში setup-ში ვაყენებთ პინებს, ანუ პროგრამას ვეუბნებით, რომ LED-ი რომელ პინზე გვაქვს შეერთებული. ამ შემთხვევაში LED-ი გვაქვს მეხუთე პინზე შეერთებული და აი აქ LED-ი რომ წერია, ეს უნდა წავშალოთ და ავირჩიოთ 5, ანუ მეხუთე პინი იყოს output-ი. Output-ი, ანუ ინფორმაციის გამომტანი. Arduino-s პინები არის როგორც input-ი, არის ასევე output-იც. Output-ი ნიშნავს ინფორმაციის გამოტანას, ესე იგი Arduino-მ უნდა გამოსცეს ინფორმაცია და გადავიდეს ამ შემთხვევაში რაღაც კომპონენტზე, ამ შემთხვევაში LED-ზე, ანუ LED-ზე. ხოლო input-ი გვჭირდება მაგალითად სენსორებზე, ანუ სენსორმა რომ წაიკითხოს რაღაც მონაცემი და თვითონ Arduino-s გადასცეს ეს რაღაც ინფორმაცია. მაშინ გვჭირდება სენსორებზე input-ები. ამ შემთხვევაში გვჭირდება output-ი, ესე იგი ჩვენ ვეუბნებით, რომ pin mode-ი არის პინის დაყენება Arduino-ზე და ჩვენ ვეუბნებით, რომ მეხუთე პინი იყოს output-ი, ანუ ინფორმაცია გამოვიდეს მეხუთე პინზე, რომელ პინზედაც გვაქვს LED-ის პლუს ფეხი, ანუ ანოდი შეერთებული. ანუ პინი უკვე დავაყენეთ, აქამდე გავიგეთ. ახლა გადავედით loop-ზე. loop-ში რა ხდება? loop-ში ნახეთ, digital write-ი არის ბრძანება, რომ გააგზავნოს სიგნალი, ანუ ჩაიწეროს ამ პინზე იყოს high, ანუ ეს პინი ცვლადი არა გვაქვს, ამ შემთხვევაში ესაც უნდა წავშალოთ და მივუთითოთ 5. ანუ ჩვენ ვეუბნებით, რომ გაუშვი მეხუთე პინზე high. ანუ digital write-ი ვეუბნებით, რომ მეხუთე პინზე გააგზავნე high, ანუ გაუშვი სიგნალი, ხო? ამ შემთხვევაში გაუშვებს მუხტს. delay ნიშნავს დაყოვნებას და 1000 ნიშნავს მილიწამს, ანუ მოიცადე 1000 მილიწამი. ესე იგი, ჩვენ ვეუბნებით აი აქ, მოდი ამას ასე ვისამ. ესე იგი, აქ ვეუბნებით, რომ მეხუთე პინი იყოს high მდგომარეობაში, ანუ მეხუთე პინზე გაუშვის სიგნალი 1000 მილიწამით. შემდეგ უკვე digital write-ი ისევ ვეუბნებით, ანუ მეხუთე პინი, ანუ ეს LED-იც უნდა წავშალოთ და ავირჩიოთ 5 ისევ. აქაც ვეუბნებით მეხუთე პინზე შეწყვიტე სიგნალის გაშვება 1000 მილიწამით. ანუ გაუშვი 1000 მილიწამის სიგნალი, შეწყვიტე 1000 მილიწამის სიგნალის გაშვება. როდესაც აი აქ starts დავაჭერ, აი აქ როდესაც start simulations დავაჭერ, დავუკვირდეთ ახლა აი აქ, შეხედეთ.
აინთო 1 წამი ჩაქვრა 1 წამი, აინთო 1 წამი ჩაქვრა 1 წამი, აინთო 1 წამი ჩაქვრა 1 წამი. სტოპს დავაჭიროთ, ისე აქ ვერაფერს ვერ შევცვლით, სანამ სტოპს არ დავაჭერთ. Stop simulations დავაჭიროთ და მე მინდა 2 წამი, ხო? დავალებაში აქ გქონდა რომ 2 წამი უნდა აინთოს, 2 წამი უნდა ჩაქვრეს. ამ შემთხვევაში აი აქ ამას წავშლი 1-იანს, დავწერ 2000. აქაც წავშლი 1-იანს, დავწერ 2000. გაუშვი სიგნალი, რაც გამოიწვევს LED-ის ანთებას, შეწყვეტე სიგნალის გაშვება, რაც გამოიწვევს LED-ის ჩაქრობას. Starts დავაჭიროთ, ვნახოთ ახლა რომ აი 2 წამი აინთო, დავუკვირდეთ 2 წამი აინთო, 2 წამი ჩაქვრა, 2 წამი აინთო, 2 წამი ჩაქვრა. Всё, ეს იყო სულ პირველი დავალება, ეს შეგვიძლია მოვნიშნოთ, დავაკოპიროთ და აქ უკვე წავშალოთ და ჩავსვათ ამის ადგილზე. Submit continuous დავაჭიროთ, რა თქმა უნდა,